დასლი და სადაც მითითებული იყო, რომ მოულოდნელად 5 დღეში, ეს იყო 28 მარტიდან 2 აპრილამდე, სამეგრელოს ყველა რაიონიდან ამ 1200 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოეხსნან საკუთარი თავი რეგისტრაციიდან მშობლიურ სოფელში, დაუშვათ ზუგდიდში, სენაკში და ამ რაიონებში შემავალ სოფლებში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ ფოთში როგორც უმისამართო პირები. ეს გაკეთა ძალიან მარტივი მიზეზით, რომ ხელისუფლებამ იმ რეგიონებიდან, სადაც მას არ ჰქონდა მხარდაჭერის პრობლემა, მაგალითად ზუგდიდი, სენაკი, მარნეული და ასე შემდეგ, მოხსნა ეგრეთ წოდებული ზედმეტი ამორჩეველი და მიამაგრა ქალაქების იმ უბნებზე, სადაც მას ჰქონდა პრობლემა, თბილისი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი. ამ ყველაფრის შედეგად შესაძლებელი გახდა თითოეულ საარჩევნო ოლქში 1000-ობით ამორჩევლის მობილიზაცია. ფოთში ეს იყო 1200, რამაც იმოქმედა გადამწყვეტი ზეგავლენა. გლდანში, სადაც მე მაგალითად წავაგე 500 ხმით მიმაგრებული იყო 8000 ამორჩეველი აი ამ ყალბი პირადობის მოწვევებით. საბურთალოზე იყო რეკორდული ციფრი 14000 ამორჩეველი. ეს არის ის, რის მტკიცებულებებით ჩვენ მოვიპოვეთ და რაც გადავეცით როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე გადავეცით EUTHO-ს. სრულიად მოულოდნელად მაისის თვეში მერის სამსახურის თანამშრომლები, კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, საბაჟოს, პოკერ კლუბების, კაზინოების თანამშრომლები გახდნენ საბურთალოს მაცხოვრებლები. მაისის თვეში საბურთალოზე საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იქნა 6000 კაცი. აქედან მხოლოდ 1000-ზე არსებობს საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. შესაბამისად 5000 კაცი ყალბი პირადობის მოწმობებით მიწერილია საბურთალოს ბინებზე. მათ ჰქონდათ მოწმობები, მათ შეეძლოთ ისინი იყვნენ სიაში, მათ შეეძლოთ მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე და მიეცათ ხმა. გარდა ამისა, 2008 წლის 12 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია გაიარა იმ ხალხმა, რომლებიც დამატებით სიებში იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. საბურთალოზე მათი რაოდენობა იყო 8500 კაცი. ეს 3.5-ით მეტია, ვიდრე რეალურად იყო დამატებით სიებში 5 იანვრის არჩევნებში. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ თითოეულ უბანზე საშუალოდ 20-დან 40 კაცამდე ოპოზიციის მხარდამჭერი ვერ იძლეოდა ხმას, იმიტომ რომ რატომღაც აღარ აღმოჩნდნენ არჩევნების დღეს სიაში, მივიღებთ რესურსს, რომელიც გამოყენებული იყო კონკრეტულად საბურთალოზე სახელმწიფო კანდიდატის გამარჯვების უზრუნველს საყოფად. მე ეს ყველაფერი შემიძლია გეჩვენოთ კომპიუტერზე. აქ თქვენ ხედავთ 1 მაისს გატარებული ამომრჩევლების სიას, ეს არის დაახლოებით 3000 კაცი. შემდეგ 4 მაისს, 5 მაისს, 11 მაისს და 12 მაისს რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩევლების სიას. როგორც გითხარით, საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება მხოლოდ 1000 კაცზე მიიღო, აქ კი 6000 კაცია სულ. თვალსაჩინო ტენდენცია, რომელიც გამოჩნდა არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მე რაც თელავში აღმოვაჩინე უცებ, როდესაც 6 საათი სრულდებოდა, აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულ გადასატან ყუთზე მიმაგრებული სპეციალური სიები იყო ძალიან გაბერილი და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას თელავის რაიონში, მე პრესკონფერენციაც მოვიწვია და განვაცხადე ჟურნალისტებისთვის, რომ დაახლოებით ამომრჩეველთა 15-20% ავად იყო გამხდარი. ჩვენ ამის თაობაზე შევამოწმეთ მასალა, გადავამოწმეთ ერთი, რომ ეს ადამიანები ჟურნალებში არ იყვნენ გატარებული, მეორე ამ სიებში შეყვანილი იყვნენ საკუთარი განცხადების საფუძველზე და ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ერთი ხელით იყო დაწერილი, ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ დროს, ამ სიაში შეყვანილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვითონ იყვნენ გაკვირვებული, როდესაც მოვიკითხეთ, რომ ისინი არანაირად ავად არ არიან და არანაირი პრობლემა არ აქვს შექმნილი, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებში და საარჩევნო უბნებშივე მისცენ ხმა და იყო პრაქტიკულად ისე, რომ ადამიანები, რომლებიც გადასატან ყუთებთან მიმაგრებულ სიებში იყვნენ მოხვედრილები, ამავე დროს ისინი ჩვეულებრივ სიებშიც ირიცხებოდნენ და ეს იყო კიდევ კარუსელის შექმნის ერთი ძალიან ცხადი და ძალიან სუყე შემთხვევა. მე როდესაც გადავამოწმე მე ცენტრალურ შტაბში დავრეკე და ვითხოვე რომ შეემოწმებინათ სხვა ქალაქებსა და რაიონებში როგორი ვითარება იყო, აღმოჩნდა რომ ერთბაშად საქართველოში იფეთქა დაავადებებმა და ეს გადასატანი ყუთებთან მიმაგრებული სიები იყო ძალიან უზომოდ გაბერილი და მე მაშინ თქვი კიდეც რომ ეთყობა საქართველოში იფეთქა ნაციონალურმა ეპიდემიამ და ვერაფერი გაგვიგია ამის თაობაზე მეთქი. არჩევნების წინა დღეებში ხალხი გაოცებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მათ ბინებში უამრავი უცხო ადამიანი აღმოჩნდა მიწერილი. ამასთან სიები კვლავ სავსე იყო გარდაცვლილებით.
საზღვარგარეთ საცხოვრებლად თუ სამუშაოდ წასული ადამიანები. ნელაძე ლევანი არ ცხოვრობ ჩვენებაში. მე ცხოვრობ 74 წელი ნამეზოში და მე 10 წელი არ მაქვს. სოლორაია თეიმურაძე. Soloraia Ramati Art Natrevia, Zakaria Urara, Zakaria Liarari, Vicino Vitemural, Argamigia, Capulia, Argamigia, Melashuli Ascoro, Yakova Ascoro, ოპოზიციამ ქუთაისსა და თბილისში კარუსელში მონაწილე რამდენიმე ადამიანის ყალბი პირადობის მოწმობის მოპოვებაც შეძლო. ეს ფაქტები დამახასიათებელი იყო საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთში. ამ მომრჩევლები ხმას აძლევენ კოლექტიურად. მასობრივად იყრება ბიულეტენები, ირღვევა არჩევნების ფარულობა. ოზურგეთის რაიონში გამოყენებული იქნა გაყალბების მეთოდების სრული პალიტრა, თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ მეთოდს მოსყიდვის და დაშინების კონტროლისა, რომელიც იქნა გამოყენებული ამ რაიონში და რამაც ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელი, აქ უფრო უთითრად, უფრო პირდაპირ ფორმით გადაწყვეტეს გაეკონტროლებათ ის ხალხი, რომელთაც აძლევინებდნენ ხმას დაშინებისა თუ მოსყიდვის გზით. საუბარია სხვა კატეგორიაზე, ერთ-ერთი კატეგორია არის პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთაც აიძულებდნენ, რომ მათ პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ მიეცათ ხმები მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის აზრი რკომაიშვილისათვის და შემდეგ ცდილობდნენ ისინი გაეკონტროლებიათ ამ მეთოდით, რომელზეც მე მოგახსენებთ. ამასთანავე იყო მეორე კატეგორია, რომელიც ასე ვთქვათ, ხმებს აგროვებდა სხვა მიზეზების გამო, სხვა ასე ვთქვათ, мотиваციის გამო, გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ან ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ანაც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებული იყვნენ, ან მოსულნენი იყვნენ შეეგროვებინათ ხმები ნაციონალური მოძრაობისათვის. ამ ორ კატეგორიას ამოწმებდნენ ერთაიგივე მეთოდით, ეს იყო განსხვავებული ფერის პასტის გამოყენება, რომელიცაც ხდებოდა შემდგომში უკვე დათვლის პროცესში გაკონტროლება იმისა, თუ რამდენად შეასრულა ამა თუ იმ ადამიანმა, ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე მიცემული დავალება. პატიმრების ოჯახის წევრებს ავალებდნენ, რომ მათ შემოეხაზათ მწვანე ფერის პასტით, საიმისოდ, რომ შემდგომ გაკონტროლებული იყო თუ რამდენად მათ მოაგროვეს სათანადო რაოდენობა ხმებისა, რომლის სანაცვლოდ პირდებოდნენ თავისუფლებას მათ ოჯახის წევრებს. ხოლო მეორე კატეგორიას წითელი პასტის გამოყენებას ავალებდნენ. ეს მეთოდი იყო მასიურად გამოყენებული თითქმის ყველა უბანზე, დიდ ნაწილ შემთხვევებისა დაფიქსირებული არის კიდევაც საჩივრებში ეს საკითხი. ხობულეთში ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა სტამბური წესით დაბეჭდილი ყალბი ბიულეტენებით. არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე დღეს მემარჯვენე მანანა ნაჭყებია და გაერთიანებული ოპოზიციის ხობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მირზა მსუქნიშვილი საუბრობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარღვევების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა წარადგინეს. მირზა მსუქნიშვილი ხობულეთის საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალ გადაცვლას ითხოვს. მანანა ნაჭყებიას თქმით კი გაერთიანებული ოპოზიცია დარღვევებთან დაკავშირებით სპეციალურ ფილმს ამზადებს. ეს ბიულეტენები ამოგებული არის ერთ-ერთ უბანზე. ეს არის მე-15 საარჩევნო უბანი. სადაც გამოვიტანეთ ეს ბიულეტენები და რომელი ბიულეტენებიც აღმოჩნდა შემდეგ ყალბი, რომელიც დაბეჭდილია სტამბური წესით, რომელიც არის დივნის ხელწერა, შესაბამისი ბეჭედი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელწერა. ასეთივე ბიულეტენების მთელ დასტას შემთხვევით თავის სადარბაზოში წააწყდა მოქალაქე და ის ოპოზიციის შტაბში მიიტანა. ბიულეტენების ნაწილი უკვე დამწვარი იყო. ამ კადრებს უკვე კომენტარი არ სჭირდება. პირადად ჩემს მიმართ, ასევე ჩვენ სხვა დამკვირვებლებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ჩვენ დაგვიმტვრიეს ვიდეოკამერა, რომელთაც ვაფიქსირებდით დარღვევებს არჩევნების სხვადასხვა უბანზე და ასევე ნაცემი იყო რამდენიმე ჩვენი დამკვირვებელი და მე აღარ საუბრობ იმ გაყალბების დონეზე და იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომლის მოწმენით ჩვენ აღმოჩნდით. ფაქტიურად ეს იყო მასობრივი ზეწოლა, დამკვირვებლებზე ხდებოდა